მოგესალმებით. ჩემო გოგოებო, დილა მშვიდობის, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით როგორ ხართ? ხომ ხართ კარგად? რაც მთავარია. გისურვებთ ყველას წარმატებულ დღეს, სიყვარულით, სიხარულით, სავსე დღეს. დღეს ძალიან ცუდი ამბავი გავიგე. ჩემი ვისთან ერთადაც გავიზარდე ჩემი მეზობელი. მისი დეიდაშვილი გარდაიცვალა, ის გოგოც მოდიოდა ხოლმე ჩვენ სოფელში და ძალიან ხშირად ერთად ვიყავით ხოლმე რა. და ძალიან გული მეტკინა. ძალიან. სიმსივნე დაუდგინდა ამ გოგოს. ჩემ Facebook გვერდზეც მაქვს გაზიარებული. სიმსივნე დაუდგინდა, მე თურქეთში წაიყვანეს. ანუ რა მთელი სანათესაო ფეხზე დადგა. რაღაცნაირად ეშვერეთ და ვერა. ძალიან გული მეტკინა გოგოებო, ძალიან რო გავიგე. ხო და მთელი გულით ვიზიარებ მათ მწუხარებას. როდის იქნება და დადგება ის დრო, რომ აღარ იქნება სიკვდილი. ბიბლიაში წერია, რომ ეს დრო დადგება, როცა აღარ იქნება სიკვდილი. ეს რა თქმა უნდა არ ვიცით, ფიზიკურ სამყაროში დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ჩვეულებრივად ადამიანები კვდებიან. სულიერ სამყაროში რა თქმა უნდა სიკვდილი აღარ იარსებებს. მაგრამ იქ წერია, რომ დედამიწაზეც აღარ იქნება სიკვდილი, ანუ ადამიანები მივლენ იქამდე ალბათ ქრისტეს აზროვნებამდე. ყველაფერი მოდის ეს დაბინძურებიდან, არასწორი კვებიდან, გარემოს დაბინძურებას გულისხმობ, ეს ჰაერი არ ვიცი საიდან მოდის ამდენი ონკოლოგიური დაავადებები. ვფიქრობ, რომ აქედან გოგოებო და ალბათ ყველაფერი გასუფთავდება, გაწკრიალდება, ედემის ბაღად რო გადაიქცევა. მე რა თქმა უნდა, სიკვდილიც აღარ იქნება. დაავადებები რო აღარ იქნება. ხო, ეს ყავა მინდა ოღონდ ნალექიანი. უნალექო ყავა აღარ მინდა. ნალექიანი ყავა მოვატვირთ. TikTok-ზე შემხვდა ერთი გოგო. ქმარი შემოდის, ახალ დაქორწინებულები არიან რა, მე მგონი ფეხმძიმეთ არის ეს გოგო და ქმარი შემოდის და გოგო ხდება ცეკვით. იმდენჯერ გადავახვიე და იმდენჯერ ვუყურე. ეს მე ჭიქაში დავლიოთ ყავა. ხო და მივხვდი როგორ მაბედნიერებს ბედნიერი ადამიანების ყურება. ერთი 4-ჯერ ვუყურე. 4-ჯერ, 5-ჯერ ისე მომეწონა და მე ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, ვისაც ეს ყველაფერი კი არა ბედნიერებს გოგოებო. ბედნიერ ადამიანებს რო უყურებენ, აღიზიანებთ. და რავი, რაღაცნაირად
ცუდადაც არ ვიგრძენი თავი, ანუ ვერ ვიგრძენი საერთოდ თავი მე მაგ ადამიანების ადგილზე, აი ვერა. მიყვირს ხოლმე უბრალოდ ძალიან და ბედნიერი ადამიანის დანახვა როგორ უნდა გაღიზიანდეს, აი ეს ჩემში არ ჯდება, იმიტომაც ვერ დავდექი მათ ადგილზე და მათი გრძნობები არც მინდა, რა თქმა უნდა, რომ მე ვიგრძნო ის გაღიზიანება, რაც მინდა. მაგრამ ვფიქრობდი და ესეთი ადამიანები არ ვიცი, რომლებმაც საკუთარ თავს ვერ აპატიეს. თავარი ეს არის, ხო? სხვების პატიება კი არა, საკუთარ თავს რო აპატიო. ყველაფერი უნდა აპატიო საკუთარ თავს. აქედან იწყება. და დამშვიდდები და წყნარდები, გაღიზიანებაც მოიხსნება, ბედნიერი ადამიანების დანახვაც გაგახარებს და ასე შემდეგ. ყველაფერი დაალაგდება. ბანანი მაქვს. უი. წამომიტურდა ჩემი ყავა. არაფერს. ეს სხვა არის რა. უნალე ხო არ არის, ხა ესეთი არც უნი არა აქ ესეთი. და არც გემო და არც სისქე. აბა ვინ მატყობთ, რომ ცოტა მოვიმატე წონაში. თუ მიხდება. ძალიან არ მოვიმატე ხა, მაგრამ ცოტათი კი და მატყობთ თქვენ. ადამიანს ეტყობა ცოტაც რომ მოიმატოს, ხო იცით გოგო ეტყვა. სახეზე ხომ ეტყობა რომ მოიმატე. ამ ცოტათ არო არ. სახე პირიქით სახეზე მიხდება ხოლმე მე მომატება. ტანზე არ უნდა გავუშვა ძალიან წონა, თორე სახე არ არის პრობლემა. ეხლა რითი მოვიმატე, რაღაცაც გეტყვით. ხო არ წავიდეთ. სახე რო შემევსო, ისე ძალიან მომიხდა გოგოებო, რას თქვით. ხო? კი, მაგრამ მეტი აღარ მინდა მე მომატება. 65 კილოს მე არ უნდა გადავწდე. თორე უკვე აღარ მიხდება. ხო, ანუ მე მოვიმატე, ეხლა რითი ყავას ვსვავ დღეში 2 ჯერ და ვატან ტკბილობს. აი მაგითი საჭმელი კი არა. საჭმელი. ჩემი პრობლემა არის ეს და ანუ ეს უნდა ვარეგულირო. ყავა როგორც ასეთი არასუქებს. იმიტომ რომ კალორია აქვს 0. მე უშაქროს ვსვავ ყავას. რასაც ვატან, ის ასუქებს. და მინდოდა მე ცოტა მინდოდა მომატება და მოვიმატე.
ოღონდ მეტი არ მინდა. დავისვენე. ეხლა ვფიქრობ, ვარ გავყო ისე ვიდეოები. ვარ დავუბრუნდეთ ჩვენ მდგომარეობას. ჩაუწიე მათე რა. ხეს ნიშლის. მათე ბანანი არ გინდა დედი? ბანანი. ისეთი გემრიელი ბანანია. და ესე ჩემო გოგოებო, ჩვენ ორგანიზმს ჩვენ თვითონ უნდა დავაკვირდეთ, რა გვიხდება საკვები, რომელი საკვები. იმ დღეს მე ვიყიდე ნამცხვარი. ბავშვიც სახში იყო, ნიკაც, ყველა გიაც სახში იყო. ყველანი ვიყავით სახში, ხო და ვიყიდე ნამცხვარი. თლიანი. დედა ორჯერ ჭამე, ორი ნაჭერი. მეორე დღეს თვალებს ძლივს ვახელდი, ვერ ვახელდი, ვერ ვიღვიძებდი. ჩემზე ხასიათზეც მოქმედებს. ცუდად. ტკბილი. ეხლა პიკნიკს რო ვჭამ ხოლმე ხა დღეში ორჯერ რო ჭამო, ეგ არა რა თქმა უნდა, ეხლა პატარ-პატარა კამფეტი ხო? მთლიანს არ ვჭამ ხოლმე მე, არასოდეს პიკნიკს. ანუ სნიკერსი, მაგრამ ნამცხვარი არ ვიცი ძალიან ტკბილი იყო და მაშინაც გითხარით. ძლივს გავიღვიძე. დილით თვალები ერთმანეთზე მეკრობოდა, არ ვიცი და თან უხასიათოდ. არის ბავშვისა. იმიტომ რომ ეხლა ბავშვისთვისაც არ ვარ და არავისთვის არ არის კარგი, მაგრამ მაინც მე ახალგაზრდობაში ძალიან კარგად ვიტანდი ტკბილეულს, ძალიან კარგად. და ეხლა რატომღაც იგივე აღარ არის. ძალიან ბევრი რამე იცვლება, რაც ასაკი გვემატება, გოგოებო. რაღაცებზე უარი უნდა ვთქვათ. უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ. ტკბილზე ცოტა უკვე უარი უნდა ვთქვათ, შევამციროთ, გადავიდეთ უფრო ხილზე და ბოსტნეულზე და რა ვიცი, ასე შემდეგ. უფრო ჯანსაღი უნდა გავხადოთ ჩვენი ცხოვრება, რაც უფრო გვემატება ასაკი. მიხარია რომ ჩემი შვილები არ არიან ეგრე ტკბილზე, როგორც მე, არ უყვართ მაინც და მაინც რა, არც ერთს. ისე მე ძალიან ვიყავი დამოკიდებული და დღემდე რო იტყვიან ამას ვერ ვიწვი. საჭმელთან პრობლემა არ მაქვს არანაირი, იმიტომ რომ ძალიან ცოტას ვჭამ საჭმეს და ეს ტკბილზე დამოკიდებულებას დღემდე მუშაობა მასე დღემდე. ესე იგი ვიცი, თუ მინდა მომატება, ცოტას ორჯერ დავლევ ყავას და შევატან შოკოლადს და ვსიო, უკვე მოვიმატებ 2-3 კილოს. ამიტომ ბანანი არ მასვენებს. ეს ვიცი ზუსტად.
იმიტომ რომ დიეტის პერიოდში, უბრალოდ დაკლების პერიოდში მე ვჭამდი ძალიან ბევრ ბანანს. აი ძალიან ბევრ 4-5 დღეში. თან აქტიური ვიყავი, რა თქმა უნდა, მაშინ მუშაობდი. ასე რომ ბანანი არის ჩემი ხილი. ძალიან მიყვარს თან. ვისაც მიცვლის, ყავს ჩვეულებრივად ვატანი, ისე რომ არ მაქვს არანაირი დისკომფორტი, რომ აიკაფეტი რო არა მაქვს მერე, არანაირად, აი ძალიან მომწონს და სიამოვნებს. მთლიანად ვანაცვლებ ტკბილის ბანანით, ისე რომ რაღაც ის დანაკლის არ ვგრძნობ. ავა უშაქრო. ანუ მომწონს როგორც ვარ ეხლა გოგოებო, საერთოდ არ მეშინია რომ ეხლა 2 კილო მოვიმატე მაგისი. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი მართვა უკვე ეს მინდოდა სახეზე მინდოდა ეხლა იცით რა არის კონკრეტულად მარტო სახეზე ვერ მოიმატებ. მაშინ ძალიან ბევრი წყალი უნდა დალიო და რაღაცა ისეთი საკვები უნდა ჭამო, რომ წყალი შეიკავოს ორგანიზმში და სახე შეგიშვებდეს. და ეს არ მინდა მე მინდა რომ სახე ცოტა როგორც ჩემს ახლა ესე მქონდეს შევსებული, აღარ დავიღრო და წონა გავაჩერო აი ამ წონაზე, ანუ 58 კილო რო ვიყავი მე, ეს არის ჩემთვის უკვე კატასტროფა. ძალიან გახვდარი ვარ 58 კილო. იმიტომ რომ მეტრა 60 ეხაც ვიყავით ექიმთან და მეტრა 67 ვარ სიმაღლეში. მეტრა 67. აი 5 ვთქვათ. თუ რაღაცა მეცვა ძალიან დაბალია ჩემი კეტები, რაც მაცვია ხოლმე, მაგრამ მეტრა 65 ვთქვათ და 58 კილო ეს არის ჩემთვის ძალიან კატასტროფა. მე არ მიხდება ყოველ შემთხვევაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა გვიხდება, ხო ეგრეა. მე არ სახე მე ისეთი მაქრო ყრიმალები მაქვს ამოწეული. ძალიან მსუქანი რო ვიყავი, მაშინაც კი მქონდა ესენი გამოყოფილი და როცა მე ვიკლებ ზონაში, ეს მაქვს ძალიან უყვეწდები მეტყობა ხომის. და მე თვითონაც არ მომწონს. ხო, მაგას ვამბობდი, რომ ჩვენ თავებს ჩავუფიქრდეთ რა არის ჩვენთვის სასარგებლო. ყველანაირად ანუ სიტყვიდან მოყოლებული ყველაფერი რა გვარგებს და ისე მოვიცით. ის გავაკეთოთ რა ჩვენთვის სასარგებლოა. ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის. ჩამოიცილე ყველას კარმა. და იყავი შენ. ინდივიდუალურები რო ვართ, იმიტომ ვართ ჩვენ ისეთი ლამაზები და მიმზიდველები.
ეს დაიკარგება თუ არა, ჩვენი მიმზიდველობაც დაიკარგება. თუ დაიკარგება ინდივიდუალიზმი. ამიტომ ამას უნდა ჩაეჭიდო. თუ დაკარგული გაქვს იპოვო. დაფიქრდე, შენ რა მოგწონს, შენ სხვას კი არა. იმა რო იყიდა, იმიტომ კი არ უნდა იყიდო. თუ მოგწონს შენ ვიღაცას მაგალითად ისეთი მოსწონს და იმას უხდება ის და შენც მოგეწონა. მაგრამ შეიძლება შენ არ მოგხდეს. საერთოდ ეს მაინც ასატანი და დასაშვებია ხოლმე 13 წლის ასაკში, როცა ყალიბდებით. შეიძლება შენ და ქალმა იყიდა და შენც ძალიან მოგინდა, რაღაცნაირად მოგეწონა და შენც იყიდე. მაგრამ მერე და მერე უკვე როცა უკვე ჩამოყალიბდები, უნდა ეცადო რომ შენ რა მოგწონს. შენ ისე ჩაიცვა, ისე იყიდო. მე გოგოებო თითქმის არასდროს არ ვიყავი ხოლმე მართლად ესე დაკარგული მქონია ეგ მომენტები, რომ აი იმას რო აქ მომეწონა და მეც მინდა დავუშვათ და შეიძლება მიყიდია, მაგრამ აი ძალიან იშვიათად გამახსენდება ეგეთი. ძალიან იშვიათი. უფრო ჩემი მქონდა ყველაფერი, თორემ ეს იციან რა დედა ჩემაც ხო იცის, ვინც ჩემთან ახლო იყო, ყველა მიცის, რომ ძალიან განსხვავებულად მეცვა. ნეტა მიმებაძა სხვებისთვის და ამდენი კამფეტები არ მეჭამა დავუშვათ, ხო? ბევრ ტკბილეულს ვჭამდი. ხო გეუბნებით ვიტალი კიდევაც, შეიძლება ორგანიზმიც მთხოვდა მე, თორე ეხლა ძალით გაჩერდი ეხლა მაიმუნო. ძალით ვერ აჭმევ ბავშვს, ვერაფერს, ხო? ძალით. არა, რა თქმა უნდა, ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩამოუყალიბო სწორი ჩვევები, თუნდაც ყვებისა ბავშვს. მაგრამ მაინც თქვენთან ერთად ვსჯელობ და ვფიქრობ, თუ არ მოსწონს ვერ აჭმევ. აი ხა მე ამაზე ვფიქრობ. რო დაიბადა საჭმელებზე რო გადავიყვანე მე მათე. ესე იგი ბროკოლი, ყვავილოვანი, ყაბაყი, ყველაფერს ვუბლენდერებდი ხოლმე, ჯეცაცალკე გავასინჯე ყველაფერი. ყოველ დღე ვუკეთებდი გოგოებო. ყოველ დღე ვუბლენდერებდი, ზოგჯერ როგორც წვნიანი ისე ვაჭმევდი, ზოგჯერ ვუბლენდერებდი და რო ვთქვა, რომ არა აქვს გასინჯული და მე არ ვაქცევდი მაგ ყველაფერს. კარგი გააჩერე ხა კაცო. ხო ხედავ რომ ვიდეოს ვიღებ. რო ვთქვა, რომ მე მაგ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი, ეგრე არის. ყოველთვის, ყოველ დღე ვუკეთებდი მე ესეთ პიურეს. ბოსტნეულისა. სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, ყაბაყი, ბროკოლი, ყვავილოვანი, წვანილებით და ვაჭმევდი. ძალიან კარგი ექიმი ყავდა მათეს და რა თქმა უნდა მისი დანიშნულებით მე თევზის დრო რომ მოვიდა, თევზი დავაწყებინეთ და ყველაფერი აბსოლუტურად. მაგრამ
მერე მაინც ბავშვი თვითონ ირჩევს. არ უყვარს ახლა მაინც ბოსტნეული და ვერაჭი ძალით. კარტოფილი უყვარს, როგორც ყველა ბავშვს. ფაფებიც არ უყვარს. არა ჭამს. და ხორცის ჭამას რაღაცა, რავი, ხვეწნით და მუდარით და მინდა რომ ცილა მიიღოს და არ იყოს უნახში წყალზე. ასა ხვეწნით ვაჭმევ. კიდე კარგი რომ ტკბილი მაინც და მაინც არ უყვარს ჭამს, მაგრამ ისი არა, როგორც მე ვჭამდი. ამბებს. ასე მოვუსმინოთ ჩვენ თავებს, გოგოებო, როგორ მომენატრეთ, ხო ხედავთ როგორ გამიგიძელ და ეხლა ეს ვიდეო არ ვიცი. დავდო დღეს თუ ხوار როქნა 28 წუთი გავიდა. ძალიან მიყვარხართ. გეფერებით და კიდევ ერთხელ წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. ახალი დღე სიხარულისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს